ცრემლი აღარ მივარდება და ეს დღეს რო აღარ მივარდება ცრემლი ძალიან ლიტრობით ცრემლის შედეგია, რაც მე მამაჩემის გამო დაღველი მაქვს და ყურადღების დეფიციტის, რაც მისგან განუცდიდა და ბევრჯერ ყოფილა ეგეთი მომენტი, რომ მიხვეწნია, რომ შეხვედრილი ყავით და მას არ ეცალა და ეს იყო კი პრობლემა. მე არ მეგონა ქოცები ამ დონემდე თუ დავიდოდნენ რა. ის ვერ გათვალეს, რომ ჩემი ვითომ გაშავების ცდილობით ძალიან ცუდი რამ გაუჩალიჩეს პირველ რიგში საკუთარ თავს. ფსიქოლოგიური პრობლემები მაქვს ოჯახური დრამებისგან გამომდინარე და არა იქედან რომ მე ვარ პრობლემატური. და მე ისრაელში ვიყავი 17 წლის ასაკში და ძალიან ცუდად მიიღო ის ამბავი რომ მე არ ვიყავი ფსიქიურად დაავადებული. ტყუილად გამაშვებინა თავი, ანუ ტყუილად დაიხარჯა რაღაც ფინანსები და მე არაფერი არ მჭირს. მორალურად ზიანი მომადგა მეც დედაჩემსაც, რომელმაც ძალიან ბევრი გაიარა, დედამ ყველაზე მეტი გაიარა ამ ამბავში ჩემი აზრით. სად არის ეს შენი ანუკი? გაწავიდა ეს ბავშვი, სამგეგზელოში რო არ იხსენიებ. იქაც რო არ არის, არც დაბადების დღეზე რო არ არის, არც იქ არ არის და ალბათ რაღაც კედელი შექმნა. თავდასაცავად ფარი რომ არ არის ჯანმრთელი. მე მას ვეხმარები რაღაც ფინანსურად. კიდე არის ბევრი საკითხები, სადაც ვცდილობდა ჩემს დამალვას, მაგალითად კონტრაქტი დამიწერა, რომ მე არ უნდა მესაუბრა, რომ მამაჩემი იყო. თამთა მეგრელი შვილს არ მიცემ უფლებას, რომ კიდე რაღაცა თითის გაშვერით მელაპარაკოს მე ან დედაჩემს ან ჩვენ ოჯახს, რომ აი ჩვენ თურმე სამწუხაროდ ცოდუები ვართ და რაღაცა თითი გამოიშვიროს და ესე მიყუროს გვერდ. არა. არ შეიძლება ხალხო რომ სხვის ჯანმრთელობაზე, სხვის ორიენტაციაზე, სხვის რელიგიაზე, სხვის ზოგადად პირად საკითხებზე ესე ხელს ვაფათურებდეთ და შენი ჭირი მე ჰარი ჰარალეზე ვსაუბრობდეთ სხვა ადამიანს. არ შეიძლება ეს. ზუსტად ვიცოდი რომ ესა იქნებოდა. ზუსტად ვიცოდი რომ არ დამიცავდა. არც ერთი წამით არ მქონია იმის მოლოდინი რომ მამა გამოვიდოდა და იტყოდა რომ დაანებეთ ჩემს შვილს თავი. ესეთ რამე არ მომხდარა 29 წლის განმავლობაში. ყოველთვის მე ვიყავი დამნაშავე, თუ რამე ხდებოდა. ეხაც ესეა. აი აქ ატყდა ჩოჩქოლი, მოვედი და დავიწყე ავტომატურად კითხვა ხმამაღლა, რომ რატო იჭერთ ადამიანებს, რატო აკავებთ. მე რაღაც 1-2 წამი, აი აქ ზუსტად ამადგას დავდექი, რაღაცა შოკის მომენტი მქონდა გაშეშების და აი აქ მდგომა მამულაშვილი ამგვარად თუ არ ვწები დავითი ქვია. ესე თითით ანიშნა ჩემზე, რომ ეს ის არის და დააკავეთ, არ ვიცი, ვინდა რას გულისხმობდა. მაგრამ ეგ იყო რომ ესე მომკიდა ხელი ძალიან ძლიერად და შემაგდო მანქანაში. ჩემს მერე მოაყოლეს მეორე გოგო რომელმაც გააპროტესტა, ანუ რაღაცა ჯაჭვური რეაქცია იყო რომ აი ვინც აპროტესტებდა ის რატო დააკავეთ, თითქოს იმეებს აკავებდნენ იმ ადამიანებს და მყავს მოწმეც რომელმაც ზუსტად ჩემსავით გაიგონა და დაინახა რომ აი ეს ის არის და დააკავეთ. ეს მომენტი იყო ჩემთვის ძალიან უცნაური და კითხვებს მიჩენს ეგ ამბავი ძალიან. მე რომ დამაკავეს, მაგ დროისთვის უკვე დაკავებული იყო ნენე, ელენე გაბლაია, ლაშად გებულაძე. შევესწარით ჩემი თვალით დავით გუნაშვილის დაკავებას და გავყევი ტელეფონით დავით გუნაშვილს და ბოლომდე სანამ მანქანაში ჩასვამდნენ მიყვებოდი და ვეუბნებოდი რომ ნუ უგრიხავთ ხელებს და დაანებეთ თავი, ეგეთი შეძახილები მქონდა. ზუსტად აქ ვიდექი, არც იქეთ არც არანაირ გზას არ ვაფერხებდი, არაფერ პრობლემას არ ვქნიდი, არ ვილანძღებოდი, არ ვიგინებოდი, არ ვიწყევლებოდი, რაც მიწერია ოქმში და არ მოვაწერე ამას ხელი, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი რომ ჩემი დამკავებლად სხვა ადამიანია გაფორმებული, რომელიც შუშებიან შენობაში ვნახე პირველად კახეთის გზატკეცილზე და საათების განმავლობაში ადგენდნენ და ავსებდნენ ამ ოქმებს და დარბოდნენ ამ დასალუქ პარკებზე. ეს როგორ დავწერო, ის როგორ დავწერო, ეკითხებოდნენ ერთმანეთს. შუშანა მაცაბერძე კარნახობდა როგორ შეედგინათ ოქმი. ეს იყო ჩემთვის ჩემი პირველი დაკავება იყო და გამოცდილება რო არ მქონდა. კითხეს მაგალითად საცხოვრებელი ადგილი და ვუთხარი რომ რუსთაველზე დაჯის კარავში ვცხოვრობდი და წერდა ამას. ვერ ვიტყოდი რომ ყველას ერთნაირად გვექცეოდნენ. მე ვიღაც პერანგიანმა და პიჯაკიანმა ადამიანმა, რომელიც აშკარად ზემდგომი იყო, გამიყვანა გვერდით და მითხრა რომ შენ ხოლმე არის გოგო ხარ, ეს იყო ჩემთან განსხვავება სხვა ადამიანებთან მიმართებაში. მომკიდა ხელი, ცადა რომ მოეკიდებინა ხელი და მე გავაშვებინე ავტომატურად და მითხრა რომ ბორკილებს მოგხსნი. რაზეც ვარი განვაცხადე თავისთავად, იმიტომ რომ ჩემს გარდა 23 ადამიანს, 22 ადამიანს ეკეთა უკვე ბორკილი და ხალხს რავი წყალსაც არ ასმევდნენ და ეხლა მე აქ ბორკილების გარეშე
პრივილეგირებულად ყოფილიყავი, ამას არ დავუშვებდი. ვუთხარი, რომ ჩემთან აზრი არ ქონდა ამ ყველაფერს, მიხვდა რომ ნამდვილად აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ ცოტა საუბრის ტონის შევუცვალე, ვუთხარი, რომ სხვანაირად მოვიქცეოდი თუ ამას გააგრძელებ და არ ვიცი რა უნდოდა. სადა რომ აი მამაშვილურ, ფამილიარულ რაღაცა ესეთი დამოკიდებულება, რაც არ მოვუშვი ახლოს ეგეთ საუბრებით და ამიტომ დამანება მალევე თავი, უბრალოდ ახლოს ტრიალებ და მაკვირდებოდა მთელი საღამო, რა თქმა უნდა ვიცნობ რომ რამე იყოს, თუმცა რუსთაველზე არ ამყავს ნანახი და მე რუსთაველის პროტესტებზე ყოველდღიურად ვარ და თითქმის ყველა პოლიციას უკვე სახელი დაგვარებით, თავისი ზედმეტ სახელებიც გვაქვს შერქმეული, ასე რომ ვცნობ მაგათ და ეგ ადამიანი ნამდვილად არ ვიცი ვინ არის, ეთყობა არ თulis საჭიროთ რომ ესეთ ყოველდღიურობაში ჩაერთოს. დაჯიკო ჩემი ლამაჯი გოგო შენ გული ვინც გატკინა იმას არ ვიცი და ხო იცი მისამართი რომ მკითხეს საცხოვრო ხო დაჯის კარავში მეთქი და წერდა ჩინგენეჯვანი როგორ ახარ ჩემი სიცოცხლე შენ ვინგაბედა მე აქ ვარ და გული რო გატკინა ვიღაც როგორ ახარ რა ვიცი დედა რა ვიცი ამ ოპერაციის მერე მფლადისება რაღაცა ეს გიშვება ფეხი არ მწკივა მაგრამ წელი სასწაულად წელი დაჯის კარავით ხო ჩავწერე და თვითონ პოლიცია აპირებდა დაწერას და რა მიხვდა რომ გუსულელეს წერდა ჩემი ლამაზიკო შენ ხარ ჩემი პროტესტის სიმბოლო ხო იცი მაგამ ბა ძალიან საშინელება დაჯიკო საშინელება ყოფილა დრო არ გადის არ გადის საათი იქ არა წიგნს ვერ იმაშვებ მე ის ჯარიმეც არ გადავიხდი და რო გავასაჩივრე ხა ეს სააპელაციოში პირდაპირ ჩავწერე რომ მომისაჯეთ მეთქი შენი ჩემი შეგეხუტუდა მე არა გავაფრნა შენ რომ მოგისწავა რა რა სხვა გამოსავალი მე არა მაქვს პირველივე ღამეს რომ შემიყვანეს იზოლატორში სადღაც ალბათ 15-20 წუთში შესახლებიდან შემოვიდა ჩემი ადვოკატი და ძალიან ფრთხილად და მოწიწებით გამიზიარა ამბავი რომელიც ჩემს გარეთ ხდებოდა უკვე დაწყებული იყო რაღაცა ჩემი PR კამპანია შავი, რომელიც ემსახურებოდა იმას, რომ მე არ მეგონა ქოცები ამ დონემდე თუ დავიდოდნენ რა. ეცადნენ მაქსიმალურად, რომ მენტალური ჯანმრთელობა გამოეყენებინათ ჯერ ესეთი ცუდი კუთხით. მე იმ მეგრელიშვილს უწერია, რომ სამწუხაროდ მაქვს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები და რომც ქონდეს ეს სამწუხარო ამბავი არ იქნებოდა, მას სერიოზული პრობლემები აქვს. ჩემი აზრით სიტყვათა შეთავსების, არ ვიცი ადვოკატი როგორ გახდა სამართალთან როგორ აქ შეხება, მაგრამ ხალი წერს რომ სამწუხაროდ აი მე მენტალური პრობლემები მაქვს და როგორი ცოდო ვარ. ქალბატონ თამთას მიმართავდი რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები რაც აქვს ის ადამიანები ცოდოები არ არიან, არც სამწუხარო ხდება მათ ცხოვრებაში რამე, უბრალოდ ეს არის ზოგ შემთხვევაში პერიოდული, ზოგ შემთხვევაში გენეტიკური, ზოგ შემთხვევაში გადალახვადი, ზოგ შემთხვევაში მიმღებლობა აქვს ადამიანს და ამასთან ერთად ცხოვრება სწავლობს. და ეს ნორმაა. ჩემ შემთხვევა არ იყო რაღაც ფსიქიური, ჩემ შემთხვევა იყო გარდატეხის ასაგის პრობლემები, რაც ალბათ 100-დან 99 ბავშვს ჭირს და ნორმაა, თან ჩემ შემთხვევაში მშობლები გაშორდნენ და ეს რაღაც ოჯახური დრამები, ბებია-ბაბუები, ორ ოჯახში ცხოვრება, გაყოფები, სასამართლოები, არ აღმიქვია ნორმა და არც უნდა აღმიქვა ჩემი აზრით ახლა 29 წლის გადმოსახედან, ეგრევე ვფიქრობ, რომ ძალიან ნორმალური რეაქციები მქონდა. და რაღაცას აპროტესტებდი ბავშვურად, ლედზეპელინი დავიწყე, შავი რაღაცების ჩაცმა დავიწყე. რაღაცა როგორც ხდება გადატეხის ასაკში, ეს ამის ცხვენოდა მამას. იმიტომ რომ სამტრედია პატარა ქალაქია და რაღაც დოგმურად უნდოდა, რომ რაღაც გრძელი კაბა მცმოდა. ქონდა მაგალითად გამონათქვამები ესეთი გოგო ესე უნდა იქცეოდეს, გოგო ესე უნდა იჯდეს. ერთხელ მახსოვს რომ მითხრა რომ წინა რომ მიდიხარო, თავი ეს უჩაღუნული უნდა გქონდესო და მე ვთხარი რომ რამეს რომ დავეჯახო მეთქი. და სულ ესეთი გამოხტომები მქონდა. მიმოწმებდა ტელეფონს სოციალურ ქსელებს. კონკრეტულ მეგობრებთან და მე მეგობრა ფენის მიხედვით. და მე არასდროს არ მომწონდა ეს და ზუსტად მას ვინც არ მოსწონდა ავტომატურად მიჩნდებოდა სურვილი რომ მე მეგობრა იმ ადამიანებთან. შეიძლება სხვა ცხოვრებაში და სხვა სიტუაციაში მე ადამიანებთან საერთოდ არ მეგობრა, მაგრამ რასაც მიშლიდა და რაც მას არ მოსწონდა ზუსტად ის მინდებოდა ავტომატურად, იმიტომ რომ ეს ადამიანის ბუნებაა ესეთი სოციალური არსება ადამიანი და ჩაკეტვა და რაც უფრო მეტად ზღუდავ, მით მეტი უნდება და მით მეტს ითხოვს, ეს ბუნებრივია. თამთა მეგრელიშვილს აუცილებლად ვუჩივლებ, მორალურად ზიანი მომადგა. მეც დედაჩემსაც, რომელმაც ძალიან ბევრი გაიარა, დედამ ყველაზე მეტი გაიარა ამ ამბავში, ჩემი აზრით. დაჭერის ამბავში არა, ზოგადად მთელი ცხოვრების განმავლობაში, იმიტომ რომ დედას ოჯახი
ბიძა ჩემი ძმა მათ შორის დედის განსხვავდებოდა ფენობრივად და კლასობრივად, როგორც მამის მხარე ამას ყოველთვის ხაზგასმით მაგებინებდა ერთმანეთისგან და შესაბამისად დედამ გაიარა ბევრი დამცირება, მათგან სიტყვიერიც, მორალურიც, ასე შემდეგ და თამთა მეგრელი შვილს არ მიცემ უფლებას, რომ კიდე რაღაცა თითის გაშვერით მელაპარაკოს მე ან დედაჩემს ან ჩვენ ოჯახს, რომ აი ჩვენ თურმე სამწუხაროდ ცოდუები ვართ და რაღაცა თითი გამოიშვიროს და ესე მიყუროს გვერდ. არა. არ ვიცი საიდან იგონებს ამ საზღვარგარეთის ამბებს კიდე ეს ნიშანდობლივია, რომ თურქეთში სამკურნალოდ არა ვარ ნამყოფი, არასოდეს ისრაელში ვარ ნამყოფი და არ მინდა ამ თემის გამოტანა, იმიტომ რომ თუ ამ თემას მე გამოვიტან, მაშინ დასკლაში ერთი რაღაც წერია, რომ ბოლო ადამიანია მამაჩემი, იმიტომ რომ მხოლოდ მამაჩემის ამბავი წერია დასკლაში. და წერია რომ მე ფსიქოლოგიური პრობლემები მაქვს ოჯახური დრამებისგან გამომდინარე და არა იქედან რომ მე ვარ პრობლემატური. იქ წერია რომ და ზოგადადაც მგონია რომ ნებისმიერ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, თუნდაც ფსიქოლოგიური კუთხით, როცა ექნება მოზარდს და გარდატეხის სასაკში მყოფ ადამიანს, მაგ შემთხვევაში მეტი წელი პასუხისმგებლობა მშობლებზეა და ჩემი აზრით ჩართულობა მისი იყო არასწორი იმ შემთხვევაში. ეს არის სადღაც ხო 13-14-დან იწყება და გრძელდება სადღაც 16-17 წლამდე. მე ისრაელში ვიყავი 17 წლის ასაკში და ძალიან ცუდად მიიღო ის ამბავი, რომ მე არ ვიყავი ფსიქიურად დაავადებული. ეს მახსოვს ძალიან მნიშვნელოვნად, რომ ჩამოვედი ისრაელიდან, დამხვდა აეროპორტში და დედამ როცა წარუდგინა ეს დასკვნები, ისედაც უკვე სატელეფონო კომუნიკაცია და სოციალური კომუნიკაცია ჰქონდა და ძალიან გაკვირვებული და ისეთი იყო ამ ამბავზე, რომ როგორ ტყუილად გამაშვებინა თავი, ანუ ტყუილად დაიხარჯა რაღაც ფინანსები და მე არაფერი არ მჭირს. ეს იყო მისი პირველი რეაქცია, რომ აი თუ არაფერი არ მჭირს, მაშინ რატო ისრაელი მთელოდებოდა ვიღაცაები იმას, რომ მე რაღაცა მექნებოდა დიაგნოზი და ბოდიში ხა არ მაქვს ეს დიაგნოზი. რატო იცის თამთა მეგრელშვილმა ეგ ამბავი, ხო? რატო იცის? ესე იგი, სადღაც ადამიანს აუსვეს კითხვა, იმიტომ რომ მე ვარ 10 წელი ჯვარნაწერი, ხელმოწერილი ოჯახის შვილი და სადღაც ისე ჩუმად არ გაუჩენი ვარ დედაჩემს და გვერდით არ ყოფილა ჩემი მოვლენა ამ ქვეყანაზე. ჩვეულებრივად ვიზრდებოდი ოჯახში, სადაც იყო სრულფასოვანი ოჯახის წევრები, დედაც, მამას და ასე შემდეგ, ბებია, ბაბუა, ბიძები და მან ხდება, როგორც ჩანს, მერე კითხვების დასმა და ამას მოერიდა, რომ აი, სად არის ეს შენი ანუკი? გაწავიდა ეს ბავშვი, საგეგზელოში რო არ იხსენიებ, იქაც რო არ არის, არც დაბადების დღეზე რო არ არის, არც იქ არ არის, არც აქ არ არის და ალბათ რაღაც კედელი შექმნა თავდასაცავად, ხარი რომ არ არის ჯანმრთელი. მე მას ვეხმარები რაღაც ფინანსურად და რაღაც კუნალობა და დედასთან არის და ეს, მაგრამ მეორე ამბავია აქ კიდე ძალიან ჩემთვის ირონიული, რომ ჩემი აზრით დედას და მამას ავადმყოფი შვილი უფრო უნდა უყვარდეთ და უფრო მეტ ზრუნველობას უნდა ანიჭებდნენ მას და ესე იგი თუ ის კარგი მამაა და თუ ის კარგი კაცია და მე სულიერად ავადმყოფი ადამიანი ჩემი გვერდზე გაწევით და ხელის დაბანით ამ ამბავზე კითხვები მიჩნდება, ნამდვილად არის კარგი ადამიანი და კარგი მამა ამის მერე, იმიტომ რომ მე რაც უფრო სუსტია და დაჩაგრული ან ადამიანი ან ცხოველი ან ფრინველი ან ნებისმიერი არსება რაც სუნთქავს, მით მეტი ემპათიის გრძნობა მიჩნდება მის მიმართ და არ ვიცი თამთა მეგრელიშვილმა ჩემი აზრით ძალიან შავი პიარი გაუკეთა მამა ჩემს ისე რომ ვერც მიხვდა და ძალიან მიყვარს რომ ამდენი ხან გამოჩენილი ადამიანები არიან ტელევიზიებშიც, იქაც პარტიაში არიან, რაღაცას წვალობენ, ფაფხურობენ, დადიან, მიდიან, მოდიან და ის ვერ გათვალეს, რომ ჩემი ვითომ გაშავების ცდილობით ძალიან ცუდი რამ გაუჩალიჩეს პირველ რიგში საკუთარ თავს. რომ მე მქონია შემთხვევა, როცა ჩემი ერთი მეგობარი მოხვდა საერთო შეხვედრაზე, სადაც იმყოფებოდა მამაც და მისგან ვიცი ეს ამბავი, რომ სუფრა იყო მოკლედ და სადღეგრძელოში ითქვა მხოლოდ მეორე მას ყავს კიდე სხვა ოჯახი, საიდანაც კიდე ერთი ბავშვი ყავს, ბიჭი, ჩემი ძმა, ძალიან კარგი და მაგარი ბიჭი სხვათა შორის და ითქვა მხოლოდ მისი სადღეგრძელო და ამ ჩემმა მეგობარმა ხა პროტესტი გამოთქვა, რომ როგორ კაცო, ანუ კი უფროსია, თქვა პირველი შვილია, გოგოა, რაღაც რატო არ და თამადამას არ იცოდა რომ ეს საერთოდ ვარსებობდი. და ესე არ ხდება რაღაცა ამხელად სიდა ქვეყანაში ვერ დამმალა, მინიმუმ იმიტომ რომ რაღაც copy paste ვარ ვიზუალურად. თავი რო გადამპარსოთ, ალბათ მამაჩემი ვარ რა და თეთრად შემღებოთ და არ გამოვიდოდა ეგ ამბავი რა. კიდე არის ბევრი საკითხები, სადაც ცდილობდა ჩემს დამალვას, მაგალითად კონტრაქტი დამიწერა, რომ მე არ უნდა მესაუბრა, რომ მამაჩემი იყო. პარლამენტში იყო, მაშინ მახსოვს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იყო და მახსოვს, რომ ძალიან უხეშად
ირღვეოდა ჩემი უფლებები ბევრ საკითხში, რასაც არ ჩავშლი, იმიტომ რომ ზედმეტად გაშავდება კიდე ვიდრე ეხლა მიდის მის წინააღმდეგ კამპანია და ჩემი სამართლიანი, იმიტომ რომ ძალიან არასწორი აქცენტები გააკეთა. ეს მოხდა სადღაც 5 წლის წინ ალბათ. ვარღვევ არა, იმიტომ რომ ხელმომწერი იქ არ არის თვითონ და თუ დავარღვევ, რა ვიცი, დრო გასული აქვს მაგ კონტრაქტს ჩემს და ეს იურიდიულად არ მომხდარა, რაღაც ნოტარიუსით ბებია ჩემი დილის 7 საათზე ჩამოფრინდა და ჩამოვარდა რაღაც გაბრაზებულ ნიადაგზე და მომცა საბუთი, რომ აი თანხას გადამიხდნენ, თუ მე არ ვიტყოდი არსად არაფერს და მაშინ მახსოვს რომ მე და დედა ძალიან შეჭირებულად ვცხოვრობდით, რაღაცა პურს ნატეხს მეზობლები გვაძლევდნენ და მე ვუთხარი რომ ამას იურიდიულად არანაირი საფუძველი არ ქონდა, იმიტომ რომ ბებო მე ვერ განმისაზღვრავს მამაზე რა უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ეს ჩემი და მამის ამბავია და მაშინ მახსოვს რომ ბებო დავამშვიდე და დავთანხმდი ამ კონტრაქტსაც, თუმცა ეს არ გაგრძელებულა დიდხანს, იმიტომ რომ ბებო და ბაბუს რო შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, მე მაშინ ვარი ვთქვი ამ თანხაზეც, ვუთხარი რომ ყველაფერი კარგად იქნება და არსად არ გამოვჯდებოდი და არ მოვყვებოდი თუ როგორი კარგი ან როგორი ცუდი მამა იყო ის. თუმცა მოხდა ისე, რომ პირველი თვითონ დაიწყეს ეს ბრძოლა და შესაბამისად მე არ ვარ ადამიანი, რომელიც გავჩუმდები ეხლა რაღაცებზე. 21 წლის როგორიც ვიყავი, 15 წლის როგორიც ვიყავი, 17 წლის როგორიც ვიყავი და ვხრივი ძალიან ბევრ დამცირებაზე, თავს მათ შორის დედა ჩემს ბევრ დამცირებაზე, შეურაცხყოფებს რაღაცებზე, ამას ეხლა სხვა დროა, სხვა რეალობაში ვარ. გავიზარდე ამ პროტესტმა სხვათა შორის ძალიან გამაძლიერა და როგორ უთხრა ხოცებს ამისთვის მადლობა, მაგრამ მადლობა ერთადერთი მაგისთვის, რომ გამაცნო ძალიან ბევრი ძლიერი და ბევრი ისტორია გამოვლილი ადამიანებს, სხვადასხვა ძლიერი ისტორიები გამოვლილი და ჩემი ამბავი მეჩვენება რაღაც ზღვაში წვეთად და ამიტომ რა ვიცი. მე რომ ისი მრჩეველი ვიყო, ვეტყოდი, რომ უბრალოდ შეეძლო ეთქვა, რომ ანუ კიჩრიეს მის ცხოვრება აქვს, მე ჩემი ცხოვრება მაქვს. არ გვაქვს მამაშვილური ურთიერთობა და უნდა გააპროტესტოს რაც უნდა ეს. ეს შეეძლო ეთქვა და ამას არავინ არ დაუშლიდა და ჩემი აზრით ისედაც მაქეთკენ მივდივართ, რომ ეგ დემოკრატიული სახელმწიფო შევქმნათ, რომ მე რაც მინდა ის ვაკეთო, შენ რაც გინდა ის აკეთო, მამამ, პეტრემ, პავლემ, ბიძამ და ასე შემდეგ. ანუ ეგ არ არის პრობლემა, რომ ის პოზიციაშია, მე ოპოზიციაში, ეხა არავინ არ იცის 3 წელში, 5 წელში მე სად ვიქნები, ის სად იქნება და ეგ ნორმაა და მაგის მიმღეობა მე პირადად მაგას საზოგადოებასაც მაგას ურჩევ, რომ მაგის გამო რაღაც შავტალახში არ ამოსვარონ, მაგრამ მაგის გამო არავინ არ სვიდა, რომ მამა ჩემი იყო. ან მე მისი შვილი ვიყავი, არცეც არ დავზიანდებოდით ამ ამბავში. დაზიანდა იმით, რომ თამთამეგრელიშვილმა ცხადა, რომ რაღაც მოეწმინდა, არ ვიცი რა უნდა მოეწმინდა ჩვენ შორის თამთამეგრელიშვილი ვინ იყო საერთოდ რა. ბავშვობიდან რაღაც დედა რომ მეკითხება ხოლმე, რომ აი როგორ ფიქრობ რა ჯობდა შენთვის და ასე შემდეგ, სულ მეტირებოდა მაგაზე, რომ ალბათ ეგ ტკივილი იყო, რომ კი მინდოდა რომ ეამაყა და რაღაც სულ თეთრი შურით შურდა იმ გოგონების, რომლებსაც მამასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა, მაგრამ ძალიან მადლიერი ვარ, ალბათ ვერასდროს ვერ შევდგებოდი იმ რკინის ადამიანად, რომელიც ეხლა ვარ, იმიტომ რომ შიშის გრძნობა საერთოდ არ მაქვს. ფიზიკური ტკივილი ძალიან რთულია რომ მომაყენოს ადამიანმა და ასევე ძალიან რთულია რომ დამაჩერო, დამაშინო. ესეთი რაღაცეები ძალიან რთულად მოდის ჩემთან და ეს ყველაფერი არის ზუსტად მამაჩემის დამსახურება, იმიტომ რომ მან გამომძერწა ამ ცივ ადამიანად, როგორც დღეს ვარ. თბილი ვარ ზოგადად ადამიანებთან მიმართებაში, თუმცა მამაშვილობის კონტექსტში ცრემლი აღარ მივარდება და ეს დღეს რო აღარ მივარდება ცრემლი, ძალიან ლიტრობით ცრემლის შედეგია, რაც მე მამაჩემის გამო დაღვრილი მაქვს და ყურადღების დეფიციტის, რაც მისგან განვიცდი და ბევრჯერ ყოფილა ეგეთი მომენტი, რომ მიხვეწნია, რომ შევხვედრილიყავით და მას არ ეცალა და ეს იყო კი პრობლემა. არ შეიძლება ხალხო რომ სხვის ჯანმრთელობაზე, სხვის ორიენტაციაზე, სხვის რელიგიაზე, სხვის ზოგადად პირად საკითხებზე ესე ხელს ვაფათურებდეთ და შენი ჭირი მე ჰარი ჰარალეზე ვსაუბრობდეთ სხვა ადამიანს. არ შეიძლება ეს. მახსოვს, როდის ვნახე ბოლოს, არ არის დიდი დრო გასული, რამოდენიმე წელი იქნება 3-4 ალბათ არც კი. მაგრამ იმდენად კომიკური იყო ეგ შეხვედრა, რომ ვერ მოვყვები მართლა რა. ზუსტად ვიცოდი, რომ ესა იქნებოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ არ დამიცავდა. არც ერთი წამით არ მქონია იმის მოლოდინი, რომ მამა გამოვიდოდა და იტყოდა, რომ დაანებეთ ჩემს შვილთან. იმიტომ ესეთ რამე არ მომხდარა 29 წლის განმავლობაში. ყოველთვის მე ვიყავი დამნაშავე, თუ რამე ხდებოდა. ეხაც ესეა. იმედი მაქვს ძალიან დიდი, რომ ჩემი ძმის შემთხვევაში ამას გამოასწორებს და ჩემი ძმა გაამართლებს მის იმედებს, რაც მე ვქენი.
და მასთან არ დაუშვებს იგივე შეცდომებს ტრამვების ამბავში, რაც ჩემთან დაუშვა, თუმცა კიდევ ვიძახი, რომ ძალიან მყარები ვარ სამყაროს, რომ მომაყენა ეს ტრამვები, თუნდაც მან გაუცნობიერებლად ან გააზრებულად, არ ვიცი, მაგის ცილს ვერ დავწამებ, ეხლა რომ ყველაფერს გააზრებულად აკეთებ და იმიტომ რომ პატარა იყო რომ დავიბადე და მაგას აქში არ ვიცი ვინმე საერთოდ არის თუ არა მშობლობისთვის მზად და რაღაცა მაშინ მართლა საბჭოთა კავშირი 96 წელს დავიბადე მე და რაღაცები მესმის რა რაღაც კუთხით ვიგებ რომ ამისთვის მზაობა არ ქონდა სამტრედია რაღაცა მხედრიონი პერიოდი ცოტა რთული ლობიო კარტოფილზე გადადის ხალხი რაღაც ის და მესმის რომ რაღაცეებისთვის სიყვარულისთვის და რაღაც ხერხელ ჩაკიდებული რომანტიკისთვის და რომანტიზირებისთვის შეიძლება არ ქონოდა დრო თუმცა გავიდა დრო რაღაცა მოემატა მას ფინანსური მდგომარეობა ფინანსებს რო თავი დაანებო ცნობიერება გაიზარდა თუნდაც საქართველოში გამოვედით რაღაც კერასინკის რეჟიმიდან და შეეძლო რომ რაღაც ემპათიური ყოფილიყო მაგრამ ჩარჩა იქ სადაც ჩარჩა ჩემ შემთხვევაში მე არ ვიცი ჩემი ძმის შემთხვევაში როგორ არის და ძალიან დიდი მეც ვიტოვებ რომ ამაყობს კიდეც მისით და ჩემ ძმას არ აქვს არ ექნება ის ტრამვები რაც მე მქონდა ეხლა ზუსტად გადატეხსასაკი აქვს ჩემ ძმას და ვიმედოვნებ რომ ყველაფერი ჩაივლის სწორხაზოვნად როგორც უყვარს მამა ჩემს თქმამ ყოველგვარ გადაცდომებს გარეშე და ხო მოლოდინი ნამდვილად არ მქონია რომ დამიცალდა და ამაშიც ჩემ თავს ვეუბნები კარგი გოგო ხარ თქო იმიტომ რომ ეგ მოლოდინი რომ მქონოდა და კიდე იმედგაცრუება ჩემს არის ყველაზე ცუდი მომენტი რაც შეიძლება დამემართოს ამიტომ ყოველთვის მაქვს ცუდის მოლოდინი და მე თუ კაი ხდება ძალიან მიხარია და ამას ურჩევ ყველას რომ რაღაც ძალიან აჟიტირებული მოლოდინები არ ქონდეთ ხოლმე ადამიანებზე სამყაროზე მოვლენებზე რომ გათენდება უკვე ძალიან ბედნიერი ვარ რომ გათენდა იმიტომ რომ არც იმას არ ველოდები რომ დიდად გათენდება ნეგატიურ და შიშის პროგრამებს არ უშვებ სამყაროში მაგრამ მაინც მამან ჩემ შემთხვევაში ეგრე მქონდა აღქმული რომ ითხრეს ვიცოდი რომ კომენტარსაც კი არ გააკეთებდა და ეგრეც მოხდა რა მოლოდინიც მქონდა ეგ გამართება